დღეს შევეცდებით რომ გავარკვიოთ სელენა ნამდვილად მსხვერპლია თუ უბრალოდ ის ძალიან კარგად იყენებს თავის ტკივილს რომ შექმნას მსგავსი იმიჯი და ადამიანებში გამოიწვიოს თანადგომა და შეყვაროს ადამიანებს თავი. მოგესალმებით ალუბლის ღვეძელებო, ამას შეხედეთ. ახალი ნივთები გვაქვს, ეს არის ჩემი ახალი წკაპები, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან საყვარელია. ეხლა შევარჩიოთ ერთ-ერთი მათგანი და ვისაუბროთ სელენა გომეზე. რა თქმა უნდა, ჰეილი ბიბერის განხილვის შემდეგ სელენაც აუცილებლად უნდა მიმოგვიხილა. ვფიქრობ, რომ რადგანაც თეთრი მაცვია, მოდი იყოს თეთრი. ისინი სხვა უფრო ფერადი ლუკებისთვის შევარჩიოთ. ანუ რა საყვარლობა არის? გთხოვთ მითხარით, უბრალოდ ესე მარტივად არ ჩერდებათ, მასე ეხლა აქ უნდა გავაკეთო მე. აი ესე. მოიცადე. აქ გავიკეთებ. ეხლა არის დილის 8 საათი. მართლა დილის 8 საათზე გავიღვიძე, იმიტომ რომ მომასწრო ჩემოდის ჩალაგება. მე მოვასწრო საუზმე 12 საათზე ლექცია მაქვს და მე გვაქვს ჩეკაუთი და წამოვხტი 8 საათზე, რომ თქვენთვის ეს ვიდეო მომემზადები. არ გაყვედით, უბრალოდ გიყვებით. აი ესე. მითო კარგად მაქვს. რაღაცა ვერ გავიკეთე ისე კარგად. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები, ლაიქები, გამოწერები და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვეშ დამიწეროთ ის სტილი ვიდეოების, რომელიც თქვენთვის მოსაწონი და მისაღები იქნება. რადგანაც ამ პლატფორმაზე ახალი ვარ, ჩემთვის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და შეხედულებები ჩემს ვიდეოებზე და იმ კონტენტზე, რომელსაც გთავაზობთ. მიყვარხართ, დიდი მადლობა მინდოდა რომ გადამეხადა. იმისთვის რომ ხარჯს მიჭერთ და ჩემთან ხართ და დავიწყეთ. სელენა გომესი წლებია ინტერნეტ სივრცეში არის ერთ-ერთი ემოციური განხილვადი ფიგურა, რომლის ირგვლივაც ყოველთვის არის ტირილი, დაცინვა, რაღაც ემოციები, დრამები. მოკლედ, ამ გოგოს ირგვლივ არასოდეს არ ჩერდება დრამა და არსებობს ორი სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, ეს რატომ ხდება. ანუ ვიღაცები ფიქრობენ, რომ ეს ხდება, იმიტომ რომ თვითონ ძალიან კარგად იყენებს ამ იმიჯს, აქვს ისეთი პოსტები და ისეთი რეაქციები რაღაც ქმედებებზე, რაც სამყაროში ხდება, შეიძლება მისდა დამოუკიდებლად, რომ ყოველთვის იწვევს თანადგომას ვიღაცებისთვის, ვიღაცების გაღიზიანებას, რადგანაც ყოველთვის რაღაც როლში არის, თითქოს ამცირებენ, დასცინიან და ასე შემდეგ. მოკლედ, გაურკვეველი არის, რა ხდება რეალურად ამ გოგოს ირგვლივ, რადგანაც ფაქტი არის ის, რომ ადამიანები მასზე ლაპარაკობენ, კარგს თუ ცუდს რა მნიშვნელობა აქვს, ის მილიარდერია, შესაბამისად, მის ირგვლივ ყოველთვის ხდება იმ დრამების მონეტიზაცია, რომელიც მის ცხოვრებაშია. რა თქმა უნდა, წავედით ბავშვობაში. სელენას აქვს არც ისე მარტივი ბავშვობა, ესე ვთქვათ, ხო? ის ბავშვები, რომლებიც თავიდანვე იზრდებიან ისეთ ოჯახებში და ისეთ გარემოში, სადაც უკვე ცნობადები არიან, მათი ფსიქიკა და ზოგადად დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, რა თქმა უნდა, განსხვავდება, ხო? იმიტომ რომ როდესაც ხარ რაღაც მოზარდი და ამის პარალელურად შენ ცხოვრებაში არის ეს ცნობადობა, საჯარო გამოსვლები, თუნდაც მსახიობობა და ასე შემდეგ და ხვდები რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიცნობს და მოდი ვაღიაროთ რომ სელენა იყო ბავშვობაში აი რაღაც აი ყველა იცნობდა და ყველა უყურებდა დისნეის პრინცესა იყო ესე ვთქვათ და მათ შორის მეც სელენაზე ვგიჟდებოდი, ვუყურებდი, ამიტომაც ის ბავშვობიდან იყო ხო სცენაზე და მას ძალიან ბევრი მაყურებელი და ძალიან ბევრი თვალი უყურებდა ძალიან პატარა ასაკიდან. რაზეც რა თქმა უნდა დედამისმაც იმუშავა, დედამისის როლი არის ამ ყველაფერში ძალიან დიდი და განუზომელი. სწორედ აი ამ ცნობადობამ ის აქცია ისეთ ადამიანად, რომელსაც აქვს ამბიციები და არის ძალიან დიდი გამძლეობით გამორჩეული. როდესაც ახლა ხარ 13 წლის, 14 წლის და უკვე ამდენად ცნობილი ხარ, ჩვენ ხარ ვლაპარაკობთ რაღაც TikTok-ზე რომ 100 კაცი გიყურებს, ეს არის რაღაცა განუზომელი რაოდენობით ცნობადობა, როცა მართლა ყველა გიცნობს და მართლა ყველა გიყურებს, მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე და რაღაცნაირად იხლიჩება ბავშვის გონება, როდესაც საჯარო სივრცეში სხვანაირი რაღაცები ხდება, პარალელურად ჩამოუყალიბებელია შენი ემოციები, შენი შეგრძნებები, შენი პიროვნება და მენტალობა, შესაბამისად ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ბუნებრივია, ხო? და ამ გარემოში, როდესაც ადამიანები იზრდებიან, ბავშვები, მოზარდები, მათ სხვადასხვა
ფსიქოლოგიური თუ მენტალური პრობლემები შეიძლება ქონდეს, ხო? ვიღაცამ შეიძლება რომ სხვანაირად გადაიტანოს ეს სოციალური წნეხი, ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად, ხო? აი სერენას შემთხვევაში ჩვენ ხვდებით, რომ ის გაძლიერდა ამ ყოველფრით, მას აქვს ძალიან გამძლეობით არის გამორჩეული ეს გოგო რა. აი მართლა შეუძლია რომ ყველაფერს გაუძლოს, ყველაფერი გადაიტანოს რა. და არის ძალიან ამბიციური, ხო? უნდა ვაღიაროთ, რომ სერენა არის ძალიან ამბიციური გოგო და ბევრიც მიაღწია ამ თავისი ისეთი ძლიერი ხასიათით რა. სერენას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რის გამოც 2017 წელს თირკმლის გადანერგვა დასჭირდა და ეს ცალკე არის სიუჟეტი არის ამასთან დაკავშირებით გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მისი დაავადება აქცია მონეტიზაციის წყაროდ და რასაც მივესალმები, რატომაც არა. როდესაც ხარ საჯარო ფიგურა, შეგიძლია რომ ვიღაცების გაუზიარო შენი პირადი გამოცდილება რაღაც კონკრეტულ დაავადებებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება რომ ბევრი სხვა მსგავსი ადამიანისგან, რომელიც ამ დაავადებით იტანჯება, შეიძლება შეუმსუბუქოთ, ესე ვთქვათ, ცხოვრება, ხო? რაც შეეხება თირკმლის დონორს, ამ გოგოსთან დაკავშირებითაც არის უამრავი დრამა. ნუ ყოველ შემთხვევაში გეტყვით, რომ თუ ადამიანს რაღაცა გაუკეთე, ნუ გაუკეთე და შეარგე რა, ეხა არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ყველა სიტყვაში, ყველგან და ყოველთვის რაღაცნაირად შენზე ილაპარაკონ, ხო? ანუ აი დავიღალი, აი მადლობა, გამიკეთე, გავიგე, გადაგიხადე მადლობა. ვინმე ხო დაგაძალა, ხო? შენი სურვილით, შენივე ორგანო ადამიანს გაუზიარე, ხო? გასაგები არის. ნუ აი როდემდე უნდა ვილაპარაკოთ თქვათ ამაზე, ხო? ანუ დავასრულეთ და იყო სადღაც იქ არ დაპატიჟა, იქ არ გააკეთე, აქ არ გააკეთე. მოკლედ სულ მიდის მოკლედ ამასთან დაკავშირებით დრამები რა და სერიოზული განხილვები. პირადად მე ვფიქრობ, რომ ხო, ნუ შეიძლება რაღაც მხრივ ეს ძალიან ზედმეტია რა, მოითხოვა ადამიანისგან ყოველდღიურ საღამოს ეხა მადლობები და მე აკონტროლო, აბა ეხა ეს ჩემი ღვიძლი რო აქვს, რამდენად კარგად უვლისა ჯანსაღად თუ იკვებება და ვაიმე ეხა ყოველდღე ვიდეო თვალით ვიღაც რო გირეკავს, რო ეს ღვიძლი რაღაცა თუ მაჩუკე, დამანებე ეხა თავი, ხო? ეს ღვიძლი ეხა ვაიმე სელენამ ის რა სიგარეტი მოწია, ვაიმე სელენამ ეხა ის რაღაც ალკოჰოლი დალია, არ შეიძლება ამ გადანერგვილ ღვიძლზე და ამ ჯანმრთელობის პრობლემების დროს ალკოჰოლის მიღება და სვამს და ვაიმე ჩემი ღვიძლი. მოკლედ ეს გოგო გაგიჟებული არის ამ თავის ღვიძლზე და თუ ესე ძალიან გიყვარდა რაღაცო იჭრიდი. რაღაცა მჩუქდიდი. კაცო, თუ მაჩუკე, ეხა ვეღარ გავიკე. აი ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს რა. აი ადამიანი რაღაც ნივთს რო გჩუქნის და მე რომ აი გიყურებს როგორ უვლი. კაცო, თუ მაჩუკე, რაღაც მაკონტროლებ. ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. მე თუ ადამიანს რაღაცას ვჩუქნებს, რაც არ უნდა იყოს, ეხა თუ გინდა ღვიძლი იყოს, რაც არ უნდა იყოს. რას მიყურებ, რას მაკვირდები? მე მესმის სელენასი რა. ურეკავს ყოველდღიურ საღამოს, აბა ეხა ჩემ ღვიძლს როგორ უვლი, რა სჭამდა, რა სვამ და რა ვიცი მე, ანუ აი ყოველდღიuris ისინი აქ ქოლები და დაიღალა ეს გოგოც რა. ანუ კაი მაჩუკე ეხა უკვე შევწუხდი. ნუ სელენამ ეხა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. სელენამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, ძალიან გულწრფელი, სადაც ყვება ამ თავის ისტორიას თავიდან ბოლომდე რა. და ნუ აი ამ გოგოზე არაფერი არ არის ნათქვამი რა, ვინც ეს ღვიძლი მისცა და შეიძლება გაბრაზდა უბრალოდ ამოვიდა ყელში და არ თქვა. ნუ ყოველ შემთხვევაში ხო ალბათ კაი მადლობას იმსახურებდა ეს გოგო მართლა და მართლა რა, ნუ აი მართლა თავისი ორგანო გაუზიარა და ნუ ეს არ მოხდა, ამ გოგომ დაწერა პოსტი, რომ ჩემზე არაფერი არ უთქვამსო, მე სერენას რაღაც ფარტიზე თუ იმენზე თუ რაღაცაზე კონკრეტულად არ მახსოვს რაზე, ეს გოგო არ დაპატიჟა, ნუ მაგაზე მე ცალკე ისტორიები, ნუ ალბათ რაღაც მოუვიდათ რა ერთმანეთთან. მე ჩემი ვარაუდია, რომ იმ გოგომ იმდენი აყვედრა ეს თავისი ღვიძლი, რომ სერენა დაიღალა ბოლო და დამარები თავი. აი უკვე ისე არის, რომ გაიჭრის და მიუქდე. წაიღე მოშორდი. აი მე გოგო დაღალეს იმენა ღვიძლი, აი ვინ გაძალებდა ხო? არავის არ დაუძალებია მგონი თავის ინიციატივით ამ გოგომ და მოკლედ ესეთებიც ხდება რა. სერენა ყველაფერთან ერთად ბიპოლარიც არის, აქვს ბიპოლარული აშლილობა და ის ძალიან ღიად საუბრობს თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე, რასაც მე მივესალმები. მე რა რომ მონეტიზაციას ახდენს თავის დაავადების, მე რა რომ ამაზე ესე საჯაროდ ყვება, ვიღაცები ამბობენ რატო გვაცოდებს თავს, ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, არ მგონია რომ იტყუება ამ ყველაფერს, რანაირად შეიძლება რომ ესეთ რაღაცები მოიტყუო, არ ვიცი თუ იტყუება. ანუ ოკეი, კაი მოიტყუეს, მაგრამ არ მჯერა რომ
მართლა აქვს ფსიქიკური პრობლემები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც მათ შორის. ის გასაგებია, რომ იღებს რაღაცა ფილმს, რომელსაც აქვს ბევრი ნახვა, რომელიც არის მისი შემოსავლის ერთ-ერთი დამატებითი წყარო, მაგრამ მივესალმები, აი რატომაც არა, როდესაც ხარ საჯარო ფიგურა, ბევრი ერიდება მსგავს პირადულ ამბებზე საუბარს, როგორიც არის მაგალითად ის, რომ სელენა ვერასოდეს ვერ გააჩენს შვილს, საშიშია ორსულობა და ცნობილი ადამიანი ახლა არ ნიშნავს იმას, რომ ის ქალი არ არის და მისთვის ეს ტრაგიკული ისტორიაც არ შეიძლება რომ შეფასდეს, ხო? ახლა ვისთვის არის გეხოწებით ის მარტივი გადასატანი, რომ შვილს ვერ გააჩენ, თქვა და ორსულად ვერ იქნები, ხო? ახლა ვიღაცამ შეიძლება მარტივად შეხედოს, სხვა შორის დედაჩემი ამბობს ეგრე, რომ მოკლედ თუ მარტივად შეხედავ რაღაც რთულ საკითხებს, აღარ მოგეჩვენება ისეთი რთულიო რა და შენ გასაგებია, მაგრამ ახლა გონია რომ ახალგაზრდა გოგოსთვის მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემები, რომ როგორიც არის სელენას ცხოვრებაში, არ არის მარტივი გადასატანი, თუნდაც არ არის ახლა იმის მოსმენა გადასატანად მარტივი, როცა გეუბნებია, რომ შენ ორსულად ვერასოდეს ვერ იქნები და გაქვს ძალიან ბევრი ფული, რაღაცა რა ვიცი, მართლა მსოფლიო გიცნობს და ძალიან წარმატებული ხარ და ნუ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი რომ არაფერი არ არის, ამ кейსში კარგად ჩანს რა, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი კარგავს აზრს, როცა არ ხარ ჯანმრთელი რა, აი ჯანმრთელი რაღაცა ელემენტარული თავი რომ მткиვა, სად ვარ არ მინდა, რამაც არ მინდა, სად მიმოგზავრო, არაფერი არ მინდა, მინდა რომ მარტო ეს თავი გამიყუჩოს და ეხლა როცა ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს, როდესაც სიკვდილის სიცოცხლის ამბავია და როდესაც გეუბნებია რომ აი ორსულად ვერასოდეს ვერ იქნები ჯანმრთელ ახალგაზრდა გოგოს, ყველა ადამიანები ვართ, მე რა რომ სელენა გომესა და მე რა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისევ სტრესულია, ხო? ამაზე საჯაროდ საუბარი ძალიან რთულია. ამიტომაც საერთოდ არ მაქვს ნულოვანი დისკომფორტი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მონეტიზაციას ახდენს თავისი ავადმყოფობის ამაზე ლაპარაკობს და ვიღაცაებს შეიძლება თავს აცოდებდეს თუ რაღაც. მივესალმები ყველაფერს მსგავს, იმიტომ რომ ეხლა სელენას გეხოწებით არ აკლია ეხლა მაგის ფული, რომ მაგის გამო ეხლა ვიღაცას თავი აცოდოს რა თქმა უნდა ეხლა იმიჯის ნაწილი ეს არის და რა თქმა უნდა ყველა ცნობილი ადამიანი, როდესაც აი ამ ხელა მასაზე მუშაობ, ხო, ყავს შენი პიარი, როგორ უნდა წარმოეჩინო თავი, როგორი უნდა იყოს საზოგადოების თვალში, ხო, ანუ ყავს პიარი, რომელიც მუშაობს მაგ საკითხზე, რომ როგორი ურთიერთობა გექნება შენ პირადად შენს მომხმარებელთან, ხო, ანუ როგორც ნებისმიერ სხვა ბრენდს, Coca-Cola-ს თუ ყავს პიარი, ეგრე ყავს სელენა გომესაც პიარი, იმიტომ რომ ორივე ბრენდი არის. ხო და შესაბამისად, როდესაც ხარ უკვე პიროვნება ბრენდი, შენ ყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, თუ როგორ იქნება უკეთესი, რომ შენ წარმოჩინდე ადამიანების თვალში. ეს გასაგებია, მაგრამ მეტწილად ამას ჩვენი ხასიათის და ბუნებაც განაპირობებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სრულიად განსხვავდება პირადად ჩემი შეხედულებებით სელენა გომესის რეალური პიროვნება იმასთან, რასაც გვაჩვენებენ და რასაც გვტენიან, ხო? იმიტომ რომ რეალურად გოგო საერთოდ სხვანაირი არის, რეალურად ის ფსიქიატრიულში ზედოზირების გამო რაღაც აკრძალული ნივთიერებების მიღებისას ის არაერთხელ არის შემჩნეული ჯასტინთან ერთად სხვა ლოკაციებზე, სადაც რაღაც ისეთი რაღაცები იყიდება, რაც არ უნდა იყიდონ. და ხო, ნუ რეალურად ძალიან უყვარს გართობა, ძალიან უყვარს კლუბები, ძალიან უყვარს ყველაფერი, რაც ამ სფეროს ეხება და რაღაცნაირად საერთოდ სხვანაირი უნდა რომ გამოჩნდეს საზოგადოების თვალში, რაც ზუსტად იწვევს იმას, რომ ვინც ხედავს, ვინც იცის მასზე ბევრი დეტალი, რაღაცნაირად იქრინჯება, რომ აი რატო გვატყუებ, ხო? ეხლა მე რო დავიწყო რაღაცა ისეთი რაღაცების კეთება, რაც იცით ეხლა ხედავთ, ხო? ხედავთ რომ ვაჩვენებ ჩემი პიროვნების ყველა დეტალს გიყვებით, გიზიარებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად აჩვენო მარტო ის მხარე, რომელიც გინდა რომ აჩვენო, როდესაც ცდილობ, რომ ადამიანების ნდობა მოიპოვო, გონია რომ არასწორია რა. ეხლა ეგ არის, წარმოგიდგენთ, ხალხ რაღაცა ურთიერთობაში რო ხარ, შეყვარებულები რო ხარ და ნუ თავიდან გავიგე ხა, რომ რაღაცა ნუ აი ბიჭ რო გაიცნობ რა, ეხლა და ნუ თავიდან გავიგე ხა, რაც კარგი გაქვს, მარტო იმაზე გინდა რომ ილაპარაკო და ხაზი გავუსვა, მაგრამ როდემდე ხა ერთი წელი რო ერთად ხართ და კიდე რო უმალავ რაღაცა საჭმელის გაკეთება რო არიცი, ნუ სიგიჟეა, ხო? ბარემ მითხარი და რაღაცა რას მიმალავ რა, ეგ საკითხი არის ჩემი აზრით, როდესაც ეხა ინფლუენსერი ხარ, ან რაიმე ცნობადი სახე ნებისმიერი სახის და ხო, აი ცდილობ, რომ მარტო ის აჩვენო, რაც შენ გინდა რომ დაინახონ და რაც რაღაცა ცუდი რაღაცები რო გაქვს, იმას რო არ აჩვენებ რა. ამიტომ მნიშვნელოვანია თუ გულწრფელობაზე ვლაპარაკობთ, რომ ისეთიც აჩვენო შენი თავი და ისეთიც აჩვენო, მარტო კარგ ხასიათზე კი არ აჩვენო, ცუდ ხასიათზე რო ხარ, ეგეც აჩვენო.
მარტო რაღაცა კაი გოგო რო ხარ ეგ კი არა ჩვენ აი რა ვსვამ და რაღაც დებილობებს ვაკეთებ ეგეც რო აჩვენო რა აი რაღაცა ხო უნდა მიხვდეს ადამიანები ვინც გიყურება რა აი ცოცხალი არ ორგანიზმი ხარ და არა რაღაცა მსახიობი რომელიც ხო რაღაცა თამაშობს რა ამიტომ სელენასთან დაკავშირებით ეს კითხვები გვაქვს რატო არ გვაჩვენებს თავის რეალურ სახეს გვაჩვენე სელენა ჩვენ ისეთიც შეგიყვარებთ როგორიც ხარ ნუ გვემალებით, თორე არ მოგწონ ხარ. სელენას იმიჯის ნაწილია დაუცველი ქალის როლი. აი, მგონია რომ ტირილი არის მისი ჰობი. აი, კამერას ჩაირთავს ტირის და აი საყვარელი საქმიანობით არის დაკავებული მაგ მომენტში. აი, გოგო სულ ტირის და ითხოვს თანადგომას. ანუ ძალიან კარგად ფლობს დაუცველობის სცენას. აი, ძალიან კარგად. ის პირდაპირ ესე თანადგომას არ ითხოვს, მაგრამ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ადამიანებს აძლევს იმის мотиваციას, რომ აი შევიდნენ და თავზე ხელი გადაუხსნან, აი როგორი მოწყვლადია სელენა, როგორი საწყალია, როგორ აბულინგებს. სელენა არის პასიურ-აგრესიულ ბრძოლაში ჩართული ადამიანებთან. მორგებული აქვს როლი, რომ თითქოს ვიღაცები მასზე დასცინიან, მას არ აქვს იმის უნარი, რომ ვიღაცას პასუხი დგასცეს, რადგანაც მან რამდენიმე წლის წინ ოპერაცია გაიკეთა და ცუდად იყო და ჯანმრთელობის, გავიგეთ. აი გავიგეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს. და ვწუხართ ამის გამო. მაგრამ ვიღაც რომ შენს ატუშულ წარბზე რაღაც თორიც გადაიღებს და მე შენ ამ ყველაფერს მოაყოლებ ტირილს, ჟღავილს და რა ვიცი მე რაღაცა მე მოავათ ვარ არაფერ შუაში არ არის ეს ყოველი ერთმანეთთან და შესაბამისად სრულიად ლოგიკურია რომ უკვე ადამიანებში იწვევ გაღიზიანებას და ანუ ვიღაცები ამბობენ რომ ანუ დაგვანებეთ ანუ გასაგებია რომ რაღაცა ოპერაცია გაიკეთე ადამიანები ცხოვრობენ უფრო დიდი ჯანმრთელობის პრობლემა როგორღაც ახერხებენ რომ ამის გამო რაღაც არ დადგან ამხელა დრამა ხო აი მინდა რომ სწორად გაიგოთ რასაც ვამბობ ხო აი სრულიად ვიაზრებ იმას რომ სელენა ესე და ესე ანუ საკმაოდ რთული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მაგრამ ეს არ არის იმის გასამართლებელი საბუთი და ვაიმე ხა სელენა ცუდად არის და მოდი ყველამ ერთად თავზე ხელი გადაუსვათ და ვაიმე ხა ვიღაცებმა არ დასცინონ და თან როდესაც მართლა ხედავ რომ ადამიანი არ არის ეგეთი რეალურად და ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს და რა ვიცი ჯასტინს რა უქნა ჯერ აქედან დავიწყოთ მართლა ბიჭი გაანადგურა ტოქსიკი არის ჩვეულებრივი ბიჭი მე და არ ვიცი ათრია შეურყია ყველაფერი საერთოდ და ანუ ეს საწყალი არ არის საწყალი აი არ არის საწყალი მართლა აი საერთოდ არ არის საწყალი და ამას რო ხედავ როცა ეხა ადამიანი მართლა საწყალია როცა ადამიანი აი მართლა გიჩდება რა იმის სრულად დაეხმარო და რაღაცა გვერდით დაუდგე და სერენა ადამიანებს რაღაც კატეგორიაზე ახდენს ამ გავლენას რომ თითქოს ხო აი მართლა ეგეთი საწყალია მაგრამ რეალურად ეს არის აი იმიჯის ნაწილი და იმდენად ნაცვლად ჩანს ეგ რომ სერენა საერთოდ სხვანაირი ტიპაჟი არის და რეალურად აი რატო რაში სჭირდება ნუ ალბათ იმიტომ რომ როცა ცნობილი სახე ხარ ძალიან კარგად იყიდება როდესაც ვიღაცებს ეცოდები და თანაგრძნობა აქვს შენთან უფრო უყვარხარ და მეტ ფულს შოულობ რა ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და ნუ მოირგო ეს როლი როცა ადამიანები რაღაცნაირად გვერდში გიდგას გამხნევებს რაღაცა და მოსწონს რა იმიტომ რომ იგრძნო ალბათ ალბათ როცა იყო და ოპერაციას როცა იკეთებდა ეს ამ ხელა სიყვარული და თანადგომა ხო ეხლა როცა ადამიანი მართლა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ყველა ცდილობს რომ რაღაც მაქსიმალურად კარგად გაამხნევოს და გვერდში დაუდგეს და ასე შემდეგ ალბათ მოეწოდა და მოირგო რა ვიცი ანუ გაუსწორდა ტიპს რა ეს რაღაცნაირ პოზიციაში ყოფნა რა თვითონ რო ცუდად არის და ვიღაც რო ეხმარება ესეთი ადამიანები ხო რამდენია ჩვენ სიუგლივ რა ეხლა მესმის მართლა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მაგრამ ნუ აი სურო თავის ჯანმრთელობაზე გველაპარაკება და აი რო დაგღალეს უკვე რა ხო არის ეგეთი ადამიანები რა ნუ ეხლა მესმის ვის არ მოსწონს როცა ზრუნავენ და რაღაც მაგრამ ეს არის манипуляციის ერთ-ერთი ხერხი როდესაც ადამიანი ცხოვრებაში გეუბნება რომ აი არ ყავთ ირგვლივ ისეთი ადამიანი რომელიც ყოველთვის თავის ჯანმრთელობას ლაპარაკობს და რომელიც ყოველთვის როცა უნდა კითხო რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სულად არის რეალურად შეიძლება მართლა ცუდად იყოს და მე მჯერა იმის როცა ადამიანი გამუდმებით იძახის რომ ცუდად ის მართლა ცუდად გახდება და რაღაცას დაიავადებს ამ თავისი ცუდად ვარ ზახილით მაგრამ ნუ მე მყავს ახლა ირგვლივ ისეთი ადამიანები და არაერთი ვისაც აი ნებისმიერ დროს როცა კითხავ რომ აი რა გჭირს ამე ხო არ გჭირს ცუდად ხო არ ხარ ამბობს რომ კი ცუდად ვარ და ეს არის манипуляციის ხერხი იმიტომ რომ თუ ცუდად ვარ ნაგავი არ უნდა გადავყარო თუ ცუდად ვარ სხვებმა უნდა მომიარო და რაღაცა
უფრო სხვანაირად უნდა მომიგზეთ ცუდად თუ უნდა მითხრან ვაიმე რასაწყალია და რაღაცა თამით ვიკვებები რა და დროთა განმავლობაში ხვდები რომ მართლა ცუდად ვარ და ის ცუდად ვარ იმიტომ რომ იმდენი ვიძახე რომ გავხდი ცუდად უკვე რა ხო და რეალურად აი არსებობენ ეგეთი ადამიანები რომლებიც აი მანიპულირებენ თავისი ცუდად ყოფნით მესმის რომ ხა სელენას მართლა ცუდად იყო და მართლა აქვს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მაგრამ ბევრი ადამიანი იტანჯება მსგავსი პრობლემით და ძალიან სამწუხაროა, ხო, ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის, გავიგეთ, მაგრამ გააქვს იმის საშუალება რომ იმკურნალო ცოცხალი ხარ, რა ვიცი, გაგვიღიმე რა, აღარ გვინდა ეხა მაგის გამო, რომ რაღაც ცუდად ხარ, ვიღაცა თუ შენაირად აიწუშავს წარფს და მე რაღაცას თორის დადებს, მაგის გამო ეხა უგვალანძღინებ ხალხს რა. უკვე დიდი გოგო ხარ, უკვე ამდენი წელია ცნობილი ხარ და როგორღაც მიეჩვიე რომ ვიღაცას მოეწონები, ვიღაცას არ მოეწონები და ეხა შენი ყოფილი შეყვარებულის ახალს რო არ მოსწოხარ, რა გასაკვირი არის გეხუწები და მის სადაქალოს კიდე. აი თქვენ თავზე წარმოიდგინეთ, რომელს გიყვართ თქვენი ქმრის ყოფილი შეყვარებული. აი არავის არ უყვარს. და ეგ კიდე თავი ერთ-ერთ რო ფოტო გადაიღეს, ეგ იყო აი კიდე ძალიან სასაცილო ისტორია. ну ხო, არ უყვართ ერთმანეთი, რა გასაკვირია, რომ არ უყვართ. თან ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანი და ყველანაირად განსხვავებული ადამიანი. ჰეილის განხილვა დევს ჩემს YouTube-ზე, ამიტომ აუცილებლად ნახეთ. ჯასტინის და სელენას ურთიერთობა დაიწყო ბავშვობაში. ჯელენა იყო ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ დიდ შემოსავალი შემოქონდა ორივე ადამიანისთვის. და რა თქმა უნდა ის იყო რაღაცნაირად შეთანხმებული ამბავი, მაგრამ მათ ჰქონდათ რეალურად ერთმანეთთან არაჯანსაღი ტოქსიკური მიჯაჭვულობა, ხო? იმიტომ რომ ჯასტინი დღემდე არის ადამიანი, რომელსაც ჭირდება გადარჩენა, რომელსაც ჭირდება დედიკო, რომელსაც ჭირდება ქალი, რომელიც ათრევს და ასე შემდეგ. შესაბამისად, სელენა იმ პერიოდში იყო ზუსტად ის მაშველი რგოლი ჯასტინისთვის, ხოლო სელენა იყო ადამიანი, რომელსაც ასევე მილიონერის და ტრამვა აქვს და ეს იყო რეალურად არა ჯანსაღი და ადეკვატური სიყვარული და ისედაც როგორ შეიძლება რომ მოელოდო ესეთი პატარა ბავშვებისგან ჯანსაღ და ადეკვატურ ურთიერთობას, ხო? ეს არის ურთიერთობა, რომელიც არის ორი დატრამული ადამიანის შერწყმა ხდება და რა თქმა უნდა მათი ურთიერთობა არის ტოქსიკური. ну, ეხლა ჩვენ გვახსოვს მათი შერიგებები, შემდეგ დაშორებები მახსოვს, რამდენ ვიხოკავდი სახეს მათ რაღაც ის რო არის ერთი სცენარია, სადაც სელენა და ჯასტინი ერთად ცეკოს ოთახში, ანუ მაგ მომენტზე რა მჭირდა ვერ გიხსნით. ჯერ ხო ჯასტინზე ვგიჟდებოდი, მე ხო სელენაზე ვგიჟდებოდი, მე მაგათ წყლზე ხო ვგიჟდებოდი. თან მე მინდოდა რომ სელენას ადგილას ყოფილიყავი მაგ მომენტში და აი მოკლედ რა, აი იყო რაღაცა საოცარი ურთიერთობა, აი ჩვეულებრივი love story არ ყოფილა რა, აი არაჩვეულებრივი love story იყო მართლა. მე მაგათი რაღაც დაშორებები, საჯაროდ ჩხუბები, მე სიმღერები მოყვა რომელიც ერთმანეთს ეძღვნებოდა და ასე შემდეგ. მოკლედ სერიოზული ურთიერთობა იყო და დრამა და რაღაცნაირად ჩვენ გვინდოდა რომ აი ზუსტად ეგეთი სიყვარული გწვეო და რეალურად აი არ ვიცი, მართლა არავის ტერს არ უსურვებ ეგეთ ურთიერთობას, რაც მაგათ ჰქონდათ დაშორებები, შერიგებები გაწელილი წლებზე. მოკლედ აი არ ვიცი, არაადეკვატური სრულიად არაადეკვატური ურთიერთობა, რომელიც მართლა რამდენი ხანი გაიწელა და რამდენი ხანი გვჯეროდა, რომ ისინი ბოლოს და ბოლოს ერთად იქნებოდნენ და ნუ საბოლოო ჯამში ჰეილიმ თავისი ხასიათით და თავისი ეს მოთმინებით და ლოცვით მაინც მოახერხა, რომ ჯასტინი გამოსტაცა, ესე ვთქვათ, აი ისე მაგარი ბიჭი კი არჩია საბრძოლოდ, მაგრამ ჰეილიმ მოახერხა იმით, რომ ის არასდროს არ ეჩხუბებოდა ჯასტინს, არასდროს არ ქონდა მასთან არანაირი პრეტენზია და ის უბრალოდ ელოდებოდა მას და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს ლოცულობდა იმის, რომ ჯასტინს სწორად მოიყვანა. მან გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და ვულოცავთ მას. აპლოდისმენტები ჰეილის, მან ეს გამარჯვება დაიმსახურა, ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ამავდროულად ის რო არის, ხო იცით, დოხში რომ გაიმარჯვა და ის რო აჩუქეს სერვისი. აი რაღაც ეგეთი გამოვიდა. მე მგონი რომ აი ამ გოგოებს რეალურად ჯასტინი კი არ უნდათ. იმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგა, უკვე ეგ მომენტი ქონდათ რა, ნუ აი რომელს დარჩებოდა ერთმანეთთან ქონდათ რაღაცა კითხვები, თორე აი ჯასტინი არა სელენა არის გოგო, რომელიც ესე პირდაპირ არაფერს არ ამბობს, თითქოს თავის საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს სოციალურ ქსელში ამ გაჩაღებული ომის გამო და უბრალოდ ლაიქით ან რაიმე ემოციური პოსტის და სტორით, რაღაც დამალული ქვეტექსტით აქვეყნებს ხოლმე რაღაც ინფორმაციებს, რაღაც პოსტებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ ის მოუწოდებს ფაქტიურად თავის გამომწერებს, რომ შეესიონ ჰეილის და გადაუარონ და ასე შემდეგ. რა, აი მართლა შეუძლებელი არის ამ გოგოს ატანა სისტემატურად, იმიტომ რომ პირჯერ იძახის გამოვარდება და იძახის, რომ
ვაიმე, უნდა გავაუქმო ყველა სოციალურ ქსელი, მე აუქმებს, 2 დღეში ბრუნდება. თავისი გამოწერების ემოციებით манипуლირებს. მოდი ეს დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი რა. იმიტომ რომ ძალიან კარგად შეუძლია, ეს ძალიან კარგად გამოსდის კიდევაც. იმიტომ რომ პარალელურად არის ძალიან წარმატებული ბიზნესვუმენი, აქვს თავისი კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც მართლა არავის არ წარმოედგინა, რომ ესეთი წარმატებული იქნებოდა და ძალიან წარმატებული არის, მინდა გითხრათ, თავის ბრენდს მიეწება სოციალური მისია და ეხმარება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. მან კარგად იცის საქმის კეთება, ის ძალიან ჭკვიანია, ძალიან ნიჭიერია, ყველაფერი კარგად გამოსდის, მაგრამ ეს გამაღიზიანებელი არის მისი ქცევა, როდესაც საერთოდ სხვანაირი არის რეალურად, საერთოდ სხვანაირად აჩვენებს თავს და ისეთი საჯარო ფიგურისთვის ესეთი აფეთქებები არ არის ხალხო შემთხვევითი, ხო? ეს არის რაღაცა დაგეგმილი, მიზანმიმართული ემოციებზე თამაში, რაც რა თქმა უნდა ძალზაღად არის მიმაგრებული მონეტიზაციაზე რა. სელენა ცდილობს და ახერხებს კიდევაც, რომ თავისი გამომწერების ემოციებზე ითამაშოს, რაღაცა დაალაიქოს, რაღაცა მიმი უცებ შემოაკლდება ახალი პროდუქტის გამოტანა უნდა, ანუ დატრიალდება, აბა ეხა რა ვქნა და მოიფიქრებს რაღაცას, გააუქმებს Instagram-ს, მე დაბრუნდება 2 დღეში. აი ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, ეგ დაიმართა სელინას ზუსტად. ბენი ბლანკო. აი არ ვიცი, მართლა, ვცდილობ რომ დავიცვავ, ვცდილობ რომ დავინახო მასში დადებითი მხარე, იმიტომ რომ ნამდვილად წარმატებული და ნიჭიერი ადამიანია, პროდიუსერი, ძალიან წარმატებული და ასე შემდეგ. კარგი ქმარი, სელენას ძალიან კარგად ეიქცევა და ასე შემდეგ. მაგრამ არ ვიცი რა, მართლა ვერ ხვდები, ხო უნდა ჩართო ერთი მონაკვეთი და მინდა რომ ერთად ვუყუროთ. My mom said I was very... They like that? Oh, don't make it a moment. Oh, no, I wasn't. I liked it. It made me feel good. I love you so much. I love you. აი საშინელება, აი მაჟრიალებს, აი. ან მამას ისე დატრამული ჯასტინი არჩევდა კაცო. ან საშინელება არის, აი მართლა საშინელება არის. ნუ ვიღაცები ამბობენ, რომ ნუ უყვარს თავისი ქმარი და ეს სრულიად ნორმალურია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ნუ აი საკუთარ ბინძურ ფეხს არ ვაკოცებ, ეხა ქმრის ფეხს ბინძურ ფეხს არ ვაკოცო რა. კაით რა, ზოგჯერ აი მართლა საშინელება არის. ნუ ეს არის ბენი ბლანკოს იმიჯი რა, ეს არის ესე ბინძური საზიზღარი, მაგრამ საყვარელი ქმარი, აი რა მაგარი იმიჯი არის გადავირიე. ნუ აი არა, ანუ არ ვეთანხმები. არ მომწონს და გულისამრევია ჩემთვის, აი არა. ნუ აი კაი დავანებოთ ბენი ბლანკოს ამ რაღაცა იმიჯს, რომ თითქოს ეს ბინძური და თავისუფალი ბიჭი არის რა, რომელსაც კიდია ეგეთ რაღაცები, ნუ გავიგეთ, ოკეი, კაი, მისაღებია. და აი ეს იუმორი და ის სულ რო იმაზე ლაპარაკობს, რომ სელენასთან მეგობრობდა და სელენამ პირველი პაემანი თვითონ ჩაუნიშნა. ყოველთვის მაგაზე ლაპარაკობს, ბიჭს სხვა სალაპარაკო თემა არა აქვს არც ერთ ინტერვიუში. ნუ ეხა არ ვიცი, ბევრი ამბობს, რომ ეხა სელენა იხმარება მას უფრო მეტად ცნობადობაში, მაგრამ ნუ ეხა ბენი ბლანკო ძალიან ცნობილი არის მართლა და ძალიან ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანი, ეხა რაც არის, უნდა ვაღიაროთ, მაგრამ მარტო ეგ ხო არ არის. ნუ ეხა აი მართლა საშინელება და საზიზღრობა არის უბრალოდ რა, არ ვიცი, რა უბედურება არის. მაგრამ მოდი კარგი რაღაცეებიც ვთქვათ, ნუ რაც თავარია სელენა იძახის, რომ ძალიან უყვარს და ძალიან ჯანსაღ ურთიერთობაში და ძალიან ბედნიერია და ალბათ ჩვენ არ უნდა ვღელავდეთ ხო სელენა გომესის ქმრის ფეხის სისუფთავეზე, თუ მას მოსწონდა თვითონ ბედნიერი არის თავარი და რა თქმა უნდა ეგ არის. ნუ ბენი ბლანკოს ახლა გარეგნობებაზეც აკრიტიკებენ და არ მოსწონთ ის ვიზუალური ნაწილი და მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად მიუღებელია, იმიტომ რომ ადამიანების გემოვნება განსხვავდება და შეიძლება სელენასთვის ის არის ძალიან სიმპათიური, ესე ვთქვათ. მერე კიდე რაღა დროს გარეგნობაზე ყურება არის, როდესაც სერიოზულ და ცოლქრულ ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, ანუ კაით, გეხვეწებით, ანუ ვიღას აინტერესებს, ბიჭი სიმპათიური არის თუ არა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მეასე ხარისხოვანი პირადად ჩემთვის.
და ვფიქრობ, რომ სრულიად ადეკვატური გარეგნობის შეიძლება რომ წარმოგესახოს არც ისე სიმპათიური ადამიანი, რომელსაც აქვს განათლება, რომელიც კარგად გექცევა, რომელთანაც თავს ჰარმონიულად და ბედნიერად გრძნობ. ესეა შევთანხმდით. შესაბამისად, თუ სელენა ამბობს, რომ კი მე ბენი მიყვარს, მივესალმები ამ სიყვარულს, ხო? მაგრამ არის კიდევ ისეთი დეტალები, რომლებიც მართლა მომწონს, მართლა მისაღებია ჩემთვის, მაგალითად, როდესაც პოდკასტში სელენა ლაპარაკობდა თავის ემოციებზე, თავის პრობლემებზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ბენი იყო გაჩერებული, ის ძალიან ღრმად უსმენდა, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ არის ბენი ის ადამიანი, რომელიც სელენას რაღაცნაირად გვერდში უდგას, ამხნევებს, აძლევს სიმშვიდის განცდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისად, ეხლა ჩვენ მართლა არ უნდა ვინერვიულოთ, ეხლა ვინ როგორი დაბანილი დადის სახლში, ხო? ჩვენი ქონები ხო არ არის სელენას ქმარი და თუ მოსწონს და მით უმეტეს საჯაროდ ის ამბობს, რომ კი მომწონს და მიყვარს, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა და გიждები და მე ამ ჭურჭლიან ფეხზე კოცნის. ჩვენ აქ არ ვეტენებით, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი, ხო? და ამიტომაც მიდი სელენა, მიეწექი თუ მართლა გიყვარს, თუ მართლა ის ადამიანია, ვისაც თავს კომფორტულად, დაცულად, ბედნიერად და მშვიდად გრძნობ. შვენიერია, მართლა ძალიან მიხარია და ძალიან მახარებს ყველა ის ურთიერთობა, სადაც ქალები არიან ბედნიერები, დაფასებულები და რაც მთავარია, სადაც უსმენენ და სადაც ხედავენ. ამიტომაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს სხვა, გარდა იმისა, რომ პირადად ჩემს გეუბნებაში ეს ბიჭი არ ჯდება და ვერასდროს ვერ ჩაჯდება, იმისა მიუხედავად, რომ განათლებული ადამიანები ძალიან მიყვარს და მომწონს და მესმის, რატომ შეიძლება რომ მოგწონდეს განათლებული ადამიანი, რაღაცნაირად ბენის, თვითონ ეს რაღაც იუმორის გრძნობა, ჩემთვის იმდაც აი არ შემილია მაგ ბიჭის სმენა რა, რო იცინის რაღაცნაირად თითქოს უკბილო რაღაც ხუმრობებს რო აძრობს. ცუდად ვხვდები, არ შემილია ბენი ბლანკოს იუმორის გაძლება ყოველდღიურად, ჩემთვის იქნებოდა ტანჯვა, მაგრამ მე ცოტა სხვანაირი იუმორი მომწონს შესაბამისად, ხო. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. მანაა სელენაში ჩაჯდა. და რა ვიცი, შეიძლება დატრამულ ჯასტინს კიდევაც კი ჯობია, რა ვიცით, ვერ გავიგებთ სად რა ხდება, არ ვიცით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, დავაკვირდეთ და რაღაც აზრები გამოვთქვათ. სელენას ძალიან აკრიტიკებენ, ან ძალიან მხარს უჭერენ, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან დიდ დისონანსს ქმნის. ალბათ იმიტომ, რომ ის არის თან ძალიან ძლიერი და თან ტრავმირებული და შესაბამისად იწვევს ადამიანების სხვადასხვა ემოციებს, უღვიძებს ადამიანებს. ეხლა არის გავრცელებული რაღაც ახალი ინსპირაციული თეორია იმასთან დაკავშირებით, რომ სელენა ჩაანაცვლეს, რადგანაც მას აქვს შეცვლილი ხმა, სახის კანი და ასე შემდეგ. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ წამლების და სხვა პრეპარატების მიღების დროს უბრალოდ შეიცვალა. ასევე ძალიან ადეკვატური არის, როდესაც ადამიანი ხშირად იყენებს სხვა პლასტიკურ ხირურგიას და სხვადასხვა ჩარევებს თავის გარეგნობაში, ის იცვლება და თან წლებიც გვემატება და რაღაცეები ისე აღარ გამოიყურება ჩვენზე, როგორც შეიძლება რომ გამოიყურებოდა 10 და 15 წლის წინ. შესაბამისად, სელენა უკვე დიდი ხანია მომღერალი აღარ არის და თანდათან უფრო და უფრო შორდება ამ სფეროს, ის პოპულარსკვლავად უკვე ცნობილი არ არის, უფრო მეტად გადავიდა ბიზნესში, გადავიდა კულინარიულ შოუ დაიწყო, შესაბამისად, ხო, აი რაღაცნაირად ამ სფეროს უფრო დაშორდა და წამოვიდა ჩვენსკენ რა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხო, ცდილობს ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ცდილობს, რომ რაღაცნაირად ისეთი მშვიდი წყნარი ცხოვრება ქონდეს, მაგრამ პერიოდულად მე რო შემოაკლდება ყურადღება, ისევ რაღაცას აკეთებს, რომ იმისა მიუხედავად, რომ უკვე ქმარი ყავს და სხვა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, ყოველთვის მიმდინარეობს მასზე და ჯასტინზე ეს რაღაცა გადაუსრულებელი სიყვარული ამ ურთიერთობის, რომელიც დიდი ალბათობით აღარ დაგვიბრუნდება. ყოველ შემთხვევაში სელენამ შეძლო ის, რომ არის ძალიან ცნობილი ადამიანი, ძალიან ცნობილი, მას უამრავი გამომწერი ყავს ინსტაგრამზე, შესაბამისად ის არის უდიდესი ფიგურა, ვთქვათ, ინტერნეტ სივრცეში, რომლის ყველა პოსტს, ყველა ფოტოს უკან განთავსებულ რაღაც ნატურის განათებასაც კი აკვირდება ხალხი და რაღაც თავის დასკვნები გამოაქვს მოკლედ ამ ადამიანებს ყველა დეტალზე, სელენაც ამას კარგად იყენებს და ისეთ რაღაცეებს დებს, სადაც შეიძლება რომ ქვეტექსტები ამოვიკითხოთ, რაღაცა ჩვენი დასკვნები დავდოთ, ვიმსჯელოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, მეგობრებო, სულ ეს იყო, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეო თუ მოგეწონათ.
და დამიწერეთ კომენტარებში, აი ვინ გინდა რომ მიმოვიხილოთ, ვიზე ვისაუბროთ, ვინ იყო შენი ბავშვობის კუმირი. ძალიან მახარებს, როდესაც რაიმე სახის კომენტარებს მიწერთ და რჩევებს მაძლევთ, რადგანაც ეხლა დავიწყე და შესაბამისად ბევრი რამ არის გამოსასწორებელი ვიცი და თქვენი დახმარებით ეს უფრო მარტივად მოხერხდება. მიყვარხართ, გაკოცეთ, იყავით რაც მთავარია ჯანმრთელები და ისეთი ლამაზები, როგორებიც ხართ.